1986 წლის 26 აპრილი, ღამის პირველი საათი და 23 წუთი. მომენტი, როდესაც დრო გაჩერდა, ხოლო სიჩუმე სიკვდილის ყველაზე ხმამაღალ ყვირილად იქცა. კაცობრიობა მანამდე არ იცოდა, რომ უხილავ მტერს შეეძლო მთელი ცივილიზაცია მუხლებზე დაეჩოქებინა. დღეს ჩვენ ფარდას ავხდით საიდუმლოებებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ბეტონის სქელი ფენების ქვეშ იყო ჩამარხული. ჩვენ ჩავალთ უბსკრულში და დავითვლით 20 შოკის მომგვრელ ფაქტს, შორეული, მივიწყებული ისტორიებიდან იმ მთავარ ტრაგედიამდე, რომელიც დღემდე ატომური პულსაციით ფეთქავს. იქამდე სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, დაუჭირეთ მხარი არხის განვითარებას მარტივად, უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომას და დღეს გესაუბრებით ჩერნობილის კატასტროფაზე, მხოლოდ ფაქტებით. მე-20 სიკვდილის ხიდი. ჩვენ სათვლას ვიწყებთ ადგილით, რომელიც აფეთქების ღამეს პრიპიატის მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო სათვალთვალო პლატფორმად იქცა. როდესაც მეოთხე ბლოკზე ცეცხლის სვეტი აიჭრა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვებიანი ოჯახები რკინიგზის ხიდზე შეიკრიბა, რათა შორიდან ეყურებინათ რეაქტორიდან ამომავალი ულამაზესი ცისფერი და იასამნისფერი ნათებისთვის. მათ არ იცოდნენ, რომ ეს ნათება არა ცეცხლის, არამედ ჰაერის იონიზაციის შედეგი იყო, რაც პირდაპირ სასიკვდილო რადიაციას ნიშნავს. ხიდზე რადიაციული ფონი იმდენად მაღალი იყო, რომ იქ გატარებული ყოველი წუთი ადამიანის სიცოცხლის წლებს ακლებდა. დღეს მას სიკვდილის ხიდს უწოდებენ, ადგილს, სადაც უცოდინრობა და ცნობის მოყვარეობა უხილავმა მტერმა ტრაგედიად აქცია. მე-19 რკინის სასაფლაო. კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საბჭოთა კავშირმა ჩერნობილში ათასობით ერთეული სამხედრო სამოქალაქო ტექნიკა მოაბილიზა. ვერტმფრენები, რომლებიც რეაქტორს ქვიშასა და ბორს აყრიდნენ, სახანძრო მანქანები, რომლებიც ცეცხლს ებრძოდნენ და ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებსაც ჯარისკაცები გადაჰყავდათ, ყველა მათგანი რამდენიმე დღეში რადიაციის მომაკვდინებელ წყაროდ იქცა. ტექნიკის განბანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ლითონმა რადიოაქტიული ნაწილაკები მოლეკულურ დონეზე შთანთქა. შედეგად სოფელ რასოხასთან შეიქმნა გიგანტური ტექნიკის სასაფლაო, სადაც 1300-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მწკრივებად დააყენეს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნაგავსაყრელი. მე-18 გაჩერებული ეშმაკის ბორბალი. პრიპიატის ცნობილი ეშმაკის ბორბალი 1986 წლის 1 მაისს, მაისობის დღესასწაულზე უნდა გახსნილიყო. კატასტროფა კი სულ რაღაც 5 დღით ადრე მოხდა. ბორბალი მხოლოდ ერთხელ დატრიალდა 26 აპრილს, რათა პანიკაში მყოფი ბავშვები ცოტათი მაინც გაერთოთ ევაკუაციის მოლოდინში. დღეს ეს ჟანგიანი კონსტრუქცია ქალაქის ყველაზე სევდიანი სიმბოლოა. გაჩერებული ბედნიერებისა და იმ მომავლის ნიშანი, რომელიც პრიპიატისთვის არასდროს დამდგარა. მე-17 ლიკვიდატორების უხილავი გმირობა. საერთო ჯამში კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 600,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ ჯარისკაცები, მეხანძრეები და მოხალისეები. ბევრ მათგანს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა და ხშირად შიშველი ხელებით უწევდათ რადიოაქტიური ნამსხვრევების აღება. მათმა თავდადებამ შეაჩერა რადიაციის გავრცელება მთელ ევროპაში, თუმცა ფასი, რომელიც მათ გადაიხადეს საკუთარი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, დღემდე ბოლომდე დაუთვლელია. მე-16 ატომური ტურიზმი. დღეს ჩერნობილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომამდე სპეციალური გიდების თანხლებით ათასობით ადამიანი სტუმრობდა პრიპიატს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მარშრუტები შემოწმებულია, მკაცრად დაკრძალულია მიწაზე დაჯდომა, ნივთების აღება ან შენობაში შესვლა. რადიოაქტიური მტვერი კვლავ ყველგანაა. ის შეიძლება შეუმჩნევლად მოხდეს თქვენს ფეხსაცმელზე ან ტანსაცმელზე და შინ საშიშ სუვენირად გაგვეთ. მე-15 თვით დაბრუნებულები. მიუხედავად მკაცრი აკრძალვისა, ასობით ხანდაზმული ადამიანი მალულად დაბრუნდა თავის მშობლიურ სახლში 30 კილომეტრიან ზონაში. მათ ამჯობინეს რადიაციით დაბინძურებულ მიწაზე სიკვდილი, ვიდრე უცხო ქალაქში ცხოვრება. ომამდე რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობდა ზონაში. ისინი მიირთმევდნენ საკუთარ ბაღში მოყვანილ პროდუქტებს და სვამდნენ ადგილობრივ წყალს. გასაკვირია, რომ ზოგიერთ მათგანმა რადიაციის პირობებში 90 წლამდეც კი იცოცხლა. მე-14 რადიოაქტიური მუტანტი. როდესაც მეცნიერებმა 90-იან წლებში რობოტების საშუალებით მეოთხე რეაქტორის შიდა კედლები დაათვალიერეს, მათ აღმოაჩინეს რაღაც წარმოუდგენელი. კედლებზე, სადაც რადიაციის დონე ნებისმიერ ცოცხალ არსებას წამებში კლავდა, შავი ლორწოვანი სოკო იზრდებოდა.
მაშინ დიდი რაოდენობით არის პიგმენტი მელანინი. იგივე ნივთიერება, რომელიც ადამიანის კანს მზისგან იცავს. თუმცა ამ სოკომ მელანინი სულ სხვა მიზნით გამოიყენა. ის რადიოაქტიურ გამოსხივებას შთანთქავს და ბიოლოგიურ ენერგიად გარდაქმნის. ეს აღმოჩენა NASA-ს ყურადღებამაც მიიპყრო. სოკოს ნიმუშები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც კი გაგზავნეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ ამ სოკოსგან მიღებულ პიგმენტებს კოსმოსური ხომალდების კედლებში გამოიყენებენ, ეს ასტრონავტებს მარსზე მოგზაურობისას კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს. მე-13 მიწაში ჩამარხული სოფლები. ზონის შიგნით ასობით პატარა დასახლება არსებობდა. იმის გამო, რომ სახლები და ხეები რადიაციით იყო გაჯერებული, მათი გაწმენდა შეუძლებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, ბულდოზერებმა მთელი სოფლები მიწასთან გაასწორეს და გიგანტურ ორმოებში ჩამარხეს. დღეს ამ ადგილებში მხოლოდ პატარა გამაფრთხილებელი ნიშნებია დარჩენილი, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ თქვენი ფეხის ქვეშ მთელი სოფლის ისტორია და ნივთებია დამარხული. მე-12 შვედეთის მიერ გაცემული საიდუმლო. მსოფლიომ კატასტროფის შესახებ არა საბჭოთა კავშირიდან, არამედ შვედეთიდან გაიგო. 28 აპრილს შვედეთის ერთ-ერთ ატომურ სადგურზე მომუშავე პერსონალის ტანსაცმელზე რადიაცია დაფიქსირდა. თავიდან ეგონათ, რომ მათთან მოხდა ავარია, თუმცა მეცნიერებმა სწრაფად დაადგინეს, რომ რადიოაქტიური ღრუბელი აღმოსავლეთიდან მოდიოდა. ხოლო ამის შემდეგ აიძულეს კრემლი ეღიარებინა, რომ უკრაინაში რაღაც მართლა მოხდა. მე-11 მუტაციები და რეალობა. პოპულარული მითებისგან განსხვავებით, ჩერნობილში ზომბები ან ორთავიანი ერმები არ დარბიან. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს სერიოზული გენეტიკური ცვლილებები მწერებსა და მცირე ცხოველებში. მაგალითად, ზოგიერთობობას ქსელის ქსოვის ინსტინქტი დაეკარგა და უცნაურ ფორმებს აკეთებენ, ხოლო ფრინველებს ტვინის მოცულობას საგრძნობლად შეუმცირდათ. მუტაციები უფრო მეტად უჯრედულ დონეზე ვლინდება, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდის ამ უხილავ მტერს. მე-10 სარკოფაგი. პირველი ბეტონის სარკოფაგი სულ რაღაც 7 თვეში აშენდა, თუმცა ის დროებითი იყო. 2016 წელს დასრულდა ახალი უსაფრთხო კონტეინმენტის მშენებლობა. ეს არის ყველაზე დიდი მოძრავი ლითონის სტრუქტურა მსოფლიოში. ის იმდენად გიგანტურია, რომ მასში მარტივად მოთავსდება თავისუფლების ქანდაკება. მისი წონა 36,000 ტონას აღემატება და ის შექმნილია იმისთვის, რომ რადიაციის გაჟონვა მომდევნო 100 წლის განმავლობაში შეაკავოს. მე-9 იოდის დეფიციტი და პროპაგანდა. საბჭოთა ხელისუფლება კატასტროფის მასშტაბებს პირველ დღეებში მალავდა. მათ არ დაარიგეს იოდის პრეპარატები, რაც ფარისებრი ჯირკვლის დაცვისთვის აუცილებელი იყო. ნაცვლად ამისა ხალხს მოუწოდებდნენ გარეთ გამოსულიყვნენ და 1 მაისის აღლუმებში მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ როცა რადიოაქტიური ნალექი მათ თავზე მოდიოდა. ამ დანაშაულებრივმა დუმილმა ათასობით ადამიანის განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობა სამუდამოდ იმსხვერპლა. მე-8 შიშველი მაღაროელები. იმისათვის, რომ რეაქტორის ქვეშ გამაგრილებელი სისტემა დაემონტაჟებინათ და ბირთვული მასის მიწისქვეშა წყლებში ჩაღწევა აღეკვეთათ, ასობით მაღაროელი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. რადიაციის გამო გვირაბებში ვენტილაცია ვერ ირთვებოდა, სიცხე 50 გრადუსს აღწევდა, ამიტომ ისინი თითქმის შიშვლებით ხრიდნენ მიწას. მათმა წარმოუდგენელმა შრომამ თავიდან აიცილა უფრო მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა, თუმცა ბევრი მათგანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მე-7 შინაური ცხოველების ტრაგიკული ევაკუაცია. ევაკუაციის დროს ხალხს კატებისა და ძაღლების წაყვანა მკაცრად დაეკრძალათ, რადგან მათი ბეწვი რადიაციას იწოვდა. თვითმხილველები იხსენებენ, როგორ მისდევდნენ ერთგული ძაღლები ავტობუსების კოლონებს, სანამ არ დაიღალნენ. მოგვიანებით სპეციალური სამხედრო რაზმები გამოიყვანეს, რომლებსაც ყველა დარჩენილი ცხოველი უნდა დაეხვიდათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი ლიკვიდატორებისთვის, რომლებსაც უდანაშაულო არსებების განადგურება უწევდათ. მე-6 პრიპიატის 3 დღე. როდესაც ქალაქ პრიპიატის ევაკუაცია დაიწყო, მოსახლეობას უთხრეს, რომ ეს მხოლოდ 3 დღით ხდებოდა. მათთან მხოლოდ საბუთები და ცოტა საკვები წააღებინეს. არავინ იცოდა, რომ ისინი თავიანთ სახლებს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ. დღეს პრიპიატის ბინებში ჯერ კიდევ ნახავთ მაგიდაზე დატოვებულ ჭურჭელსა და გაშლილ გაზეთებს, რაც ქალაქს გაყინული დროის საზარელ იერს აძლევს. ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრება 1986 წლის 27 აპრილს გაჩერდა. მე-5 სამი მყვინთავის გმირობა. აფეთქებიდან რამდენიმე დღეში მეცნიერები მიხვდნენ, რომ გამდნარი ბირთვული მასა წყლით სავსე რეზერვუარებს უახლოვდებოდა. ეს გამოიწვევდა გიგანტურ თერმულ აფეთქებას, რომელიც მთელ ევროპას საცხოვრებლად უვარგის გახდიდა.
სამი მოხალისე ანანენკო, ბესპალოვი და ბარანოვი სიბნელეში რადიოაქტიურ წყალში ჩავიდა, რათა სარქველები გაეხსნათ. მათ მსოფლიო გადაარჩინეს. ბევრი წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ისინი მაშინვე დაიღუპნენ, თუმცა მათმა ნაწილმა დიდხანს იცოცხლა. მეოთხე, რობოტების მარცხი და ბიორობოტები. როდესაც მეოთხე რეაქტორის სახურავიდან რადიოაქტიური გრაფიტის ნამსხვრევების გადაყრა გახდა საჭირო, საბჭოთა ხელისუფლებამ დახმარებისთვის დასავლეთ გერმანიას მიმართა. მათ გამოიყვანეს რობოტი ჯოკერი, რომელიც ამ დროის ტექნოლოგიური საოცრება იყო. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. რობოტი სახურავზე გასვლიდან რამდენიმე წუთში გაჩერდა. მიზეზი კი ის იყო, რომ კრემლმა საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნების მიზნით გერმანელებს რადიაციის რეალური დონე დაუმალა. ჯოკერი გათვლილი იყო ბევრად ნაკლებ გამოსხივებაზე, რადიაციამ კი მისი ელექტრონული ტვინი ფაქტობრივად დაწვა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ტერმინი ბიორობოტები, რადგან ტექნიკამ ვერ გაუძლო საქმეში ადამიანები ჩართეს. 3000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუწია M ზონაში, იგივე კატასტროფის ეპიცენტრში მუშაობა. მათ ტყვის თხელი ფირფიტებისგან ხელით ნაკეთი ჯავშნები ეცვათ, რომლებიც რეალურად ძალიან მცირე დაცვას იძლეოდა. ამ მცირე დროშიც კი ისინი იღებდნენ რადიაციის იმ დოზას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იღებს. მესამე, წითელი ტყე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტყის გახმობა, ეს იყო ბიოლოგიური კატასტროფა რეალურ დროში. აფეთქებიდან რამდენიმე საათში ფიჭვის ხეებმა იმდენად მაღალი დოზის რადიაცია მიიღეს, რომ მათი ქლოროფილი დაიშალა და წიწვები ჟანგისფერ წითლად შეიღება. ღამით კი ტყე უცნაურად ანათებდა, რადგან ხეების უჯრედებში რადიოაქტიური დაშლის პროცესები მიმდინარეობდა. საბჭოთა ხელისუფლებას იმდენად ეშინოდა ამ ტყის, რომ სპეციალური ტექნიკით ყველა ხე მოჭრეს. ღრმად ხილებში ჩამარხეს და ზემოდან სქელი ქვიშა დააფარეს. თუმცა დღეს იქ ამოსული ახალი მცენარეები ნამდვილ ანომალიებს წარმოადგენენ. ბევრ ხეს საერთოდ არ აქვს ტოტები ზედა ნაწილში. ზოგი კი გიგანტური ბუჩქივით იზრდება. მეორე, სპილოს ფეხი. რეაქტორის ნანგრევების სიღრმეში ბეტონის დერეფნებში იმალება ობიექტი, რომლის ნახვაც 1986 წელს სიკვდილის ტოლფასი იყო. ეს არის კორიუმი, გამდნარი ბირთვული საწვავის გრაფიტის, ლითონისა და ქვიშის ნაზავი, რომელიც ვულკანური ლავასავით ჩაიღვარა სარდაფებში და იქ გაქვავდა. მას სპილოსფეხი უწოდეს მისი დანაოჭებული რუხი ზედაპირის გამო. აფეთქებიდან მალევე ეს მასა იმდენად ცხელი და რადიოაქტიური იყო, რომ 300 წამი მის გვერდით ყოფნა ადამიანის ორგანიზმში უჯრედების სრულ დაშლას იწვევდა. ყველაზე გამოუგნებელი მისი სიმკვრივეა. როდესაც მეცნიერებმა მისი ნიმუშის აღება სცადეს, აღმოჩნდა, რომ ალმასის ბურღიც კი მასზე უძლური იყო. საბოლოოდ ჯარისკაცს მოუწია კალაშნიკოვის ავტომატით შორიდან ესროლა ამ მასისთვის, რათა ერთი პატარა ნამსხვრევი მაინც მოეწყვიტა ანალიზისთვის. დღეს სპილოსფეხი კვლავ იქა და ისევ იმდენად ცხელია, რომ ბეტონის იატაკს ნენელა მილიმეტრობით ადნობს. და პირველი 20,000 წლიანი განაჩენი. მეცნიერების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩერნობილის მეოთხე ბლოკის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებისთვის საცხოვრებლად უსაფრთხო მხოლოდ 20,000 წლის შემდეგ გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ზონაში რადიაციის დონე შემცირდა, ისეთი ელემენტები, როგორიცაა პლუტონიუმი, 1000 წლეულების განმავლობაში დარჩება ნიადაგში. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობის მიერ დაშვებული შეცდომა დედამიწის ისტორიაში უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე თავად ცივილიზებული სამყარო დღემდე არსებობს. ეს იყო ჩერნობილის 20 ფაქტი, რომლებიც გვახსენებენ თუ რამდენად ფაქიზია ჩვენი სამყარო. 20,000 წელი, აი რა დრო დაჭირდება ბუნებას ადამიანის შეცდომის გამოსასწორებლად. რომელი ფაქტი იყო უცნობი თქვენთვის, დამიწერეთ კომენტარებში. თქვენ უყურებდით ფაქტომატს. მომავალ შეხვედრამდე.